მოგესალმებით, აჭარა თაიმსი იწყებს პირდაპირ ეთერში მაუწყებლობას მიკროფონთან მე ჟურნალისტი სულხან მესხიძე ვარ. როგორც კადრში ხედავთ, ადამიანები მოვიდნენ უკვე ბათუმის მერიასთან, ის ადამიანები, რომლებიც თავს უსახლკაროდ მიიჩნევენ, როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, 3 დღის განმავლობაში ისინი იყვნენ გოგოლის ქუჩაზე და ელოდებოდნენ ბინის რიგს, თუმცა იქ მისულმა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ქართული ოცნების მინისტრმა განუცხადა ამ ადამიანებს, რომ ხვალიდან დაიწყებოდა განცხადებების მიღება თვითმმართველობაში, თუმცა აქ მოსულმა ადამიანებმა აღმოაჩინეს, რომ კანცელარია მათ განცხადებებს ამ ეტაპზე არ იღებს, რის გამოც მათ აქვთ პროტესტი. ჯერჯერობით აქ ადამიანთა მცირე რაოდენობა არის შეკრებილი, თუმცა როგორც თავად ამბობენ, ცოტა ხანში გაცილებით მეტ ადამიანს ელოდებიან და ისინი ასევე ელოდებიან პასუხს იმ კითხვაზე, თუ როდის დაიწყებს კანცელარია განცხადებების მიღებას. როგორც ნინო ნიჟარაძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, უკვე შექმნილი არის შესაბამისი კომისია, რომელიც დაიწყებს შესული განცხადებების დახარისხება, შესწავლას, პარალელურ რეჟიმში კი უნდა დაიწყოს იმ შენობის საცხოვრებლად მომზადება, რომლის გადაცემაც იგეგმება სოციალურად დაუცველებისთვის. მოდით, მეტი რომ აღარ გავაგრძელოთ, მოусმინოთ აქ შეკრებილ ადამიანებს, რა აქვთ მათ სათქმელი, რისთვის მოვიდნენ აქ და კანცელარიამ რა პასუხით გაისტუმრა ისინი. ქალბატონ ნაილეს ვხედავ აქ. ქალბატონო ნაილე, ქალბატონო მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ. გითხარით, აბა რა გაუგებრობას აქვს ადგილი, დილიდან მოხვედით აქ და რა პასუხებს იღებთ კანცელარიისგან, მიუხედავად იმისა, რომ მოწოდება იყო, რომ აქ მოსულიყო ყველა ის, ვინც ელოდა ბინას გოგოლის ქუჩაზე. მოგესალმებით. მე თვითონ კანცელარიაში ჯერ არ შევსულარ, იმიტომ რომ მერიის შენობაში არიან შესულები თვითონ უსახლკაროები, რომ მოითხოვონ მერიის წარმომადგენელთან შეხვედრა. დღესაც არ არეგისტრირებენ მოქალაქეებს, სხვადასხვა მიზეზების გამო უშვებენ სხვადასხვა ადგილებსა და ადამიანები არიან დაბნეულები. გუშინ ბატონმა თამაზ ბაკურიძემ გამოაცხადა, რომ ეკომიგრანტები უნდა მისულიყვნენ ჯანდაცვაში და მივიდნენ ჯანდაცვაში და იქაც უმისამართოდ გადაამისამართეს, ამიტომ ჩვენ ველოდებით მერიის თანამშრომლებს გამოვიდნენ და განუმარტონ ამ ხალხს, სად უნდა მივიდნენ და სად დარეგისტრირდნენ. 2 დღის წინ ხომ განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, რომ თვითმმართველობას უნდა მიმართონ მოქალაქეებმა. ნაწილზე არის საუბარი, ვინც ეკომიგრანტი არის, უნდა წავიდეს ჯანდაცვის სამინისტროში და შეიტანოს განცხადებები. ჯანდაცვის სამინისტროში რა ხდება? იქაც არავინ ღებულობს განცხადებებს. არა, ვარი უთხრა ჯანდაცვის სამინისტრომ, რომ ჩვენ ვერ მივიღებთ ეკომიგრანტები, ვინც არიან, ისინი იყვნენ მისულები. ვერ მივიღებთ ამ საბუთებსო. რატომ თქვენი აზრით ჯერ არ არიან მზად თუ უბრალოდ ადრე არის განცხადებების მიმართვისთვის? აი ვინმე გამოვიდა თქვენთან სასაუბროდ, განმარტება გააკეთა? არა, არავინ არ მოსულა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ველოდებით მერიის წარმომადგენლებს და მერე გადავინაცვლებთ ჯანდაცვასთან, რათა იქაც მოვითხოვოთ წარმომადგენელი ჩამოვიდეს და განუმარტოს ამდენ ადამიანს, სად უნდა მიიტანონ ეს საბუთები. გასაგებია, მადლობა. სხვების მოსაზრებებიც რომ მოვისმინოთ, ვინ იყო კანცელარიაში შესული, ვინც მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ. კანცელარიაში იყავით შესული, ვინმე განცხადება დატოვეთ, რა გითხრეს და აქ რისთვის მოხვედით საერთოდ? შეგიძლიათ გითხრათ? მოგესალმებით, ქალბატონო, რისთვის მოხვედით აქ? გაჭირვებული ვართ, უსახლკარო ხალხი და შევაწუხეთ. თუ მიგვიღებენ. მადლობა. გავესაუბროთ სხვებსაც. მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ. გითხარით, აბა რას ფიქრობთ ამ პროცესზე, იმიტომ რომ ადამიანებს არ აქვთ კითხვებზე პასუხი, კანცელარია ჯერჯერობით განცხადებებს არ იღებს და რა ხდება თქვენი აზრით? პირდაპირ ვიტყვი, ხალხს ატყუებენ. დიახაც ხალხს ატყუებენ. 13 წელიწადია ხელისუფლებაში არის. კეთილი ინებონ, რა თქმა უნდა, თითოეულ მათგანს ვინც უსახლკაროა, ვინც მეწყერი დაზარალებულია. განცხადება შეტანილია თავრობაში. ის განცხადებები აიღონ ხელში და ვინც რეალურად უსახლკაროა, ვინც რეალურად მეწყერი დაზარალებულია, მათ გადასცენ ბინები. პირდაპირ ვაცხადებ, ხალხს აბოლებენ და ატყუებენ. დროს უწელავენ მოსახლეობას. ეს არის რეალობა. და ამ რეალობას ვერ გაიცემა ვერამ. კეთილი ინებონ, განცხადებები ამოიღონ მეწყერი დაზარალებული ოჯახებიდან და ასევე რა თქმა უნდა, უსახლკარო ადამიანებიდან.
კეთილი იქნება განცხადებები ამოიღო. 13 წელიწადი ხელისუფლებაში არიან. 13 წლის განმავლობაში ადამიანები ქუჩაში რატო უნდა ცხოვრობდნენ? მაგრამ უსვინდისობები არიან და გარეწრები, ეს არის რეალობა. ამ რეალობას ვერავინ არ გაიქცევა. აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ აქ უნდა მოვიდნენ ისინი და განცხადებები დაწერონ, რაც ასე არ აღმოჩნდა. რატომ თქვენი აზრით და რატომ არავინ არ განმარტავს, რატომ არ იღებს კანცელარია განცხადებებს? იმიტომ რომ ატყუებენ დროს უწელავენ მოქალაქეებს. შემოყარეს აგენტები, წადით იქ მოდით, ასე გააკეთეთ, ისე გააკეთეთ, დროს უწელავენ ხალხს. აბოლებენ ხალხს, სულ ამ სიტყვების შლობით. კეთილი იქნება კიდევ ერთხელ ვიმეორებ. განცხადებები არის მერიაში შესული, მთავრობაში შესული, მეწყერი დაზარალებულ ოჯახებისა. ასევე რა თქმა უნდა, შესულია უსახკარო ოჯახებისა. კეთილი იქნებონ, ამოიღონ დოკუმენტები და რა თქმა უნდა, ვის ერგება რეალურად ოჯახები ისინი შეასახულონ. რატო არ აკეთებენ ამას? რატო არ აკეთებენ ამას? 13 წელიწადი ხელისუფლებაში არიან. 13 წელიწადი ხალხი შეიძლება ატყუო და აბოლო? 13 წელიწადი შეიძლება ხალხი ფეხებზე დაიკიდო? ელემენტარული დასალევი წყალი არ აქვს ხალხს. როგორ შეიძლება ეს უპასუხისმგებლობა გაატარო და ამდენი დაბოლება ხალხისა გაატარო? ყველაფერს ზღვარი აქვს მართლა და მაგრამ ამათ უსვინდისობა ზღვარი აღარ აქვს უკვე. ხვდები ამათ უსვინდისობა ზღვარი აღარ აქვს უკვე. თუმცა მოლოდინი არ არსებობს იმის მიუხედავად, რომ ნინო ნიჟარაძემ თქვა, რომ განცხადებების მიღება დაიწყება, შემდგომ უკვე ბინებით უზრუნველყოფა ამ ადამიანების. მივიდა ხომ იქ მინისტრი და განმარტება გააკეთა ამის შესახებ. ამ განცხადების მიუხედავად მაინც არ აქვს მოლოდინი, რომ განცხადებები შესულია დიდი ხანია. ნებისმიერ მოქალაქეს ვის უსაკაროა განცხადება შეტანილი აქვს, ნებისმიერ მეწყერ დაზარალებულ ოჯახს განცხადება შეტანილი აქვს. ფაქტები სახეზეა. რას აბოლებენ ამ ხალხს კიდევ ერთხელ ვიმეორებ? რას აწყვებენ და რას აყრია ხალხს თვალში ნათარს? ეს არა ადამიანები ესენი, ვინ არიან კი მარა ესენი? ვინ ავირჩიე და ვის დაუდაგით გვერდში კი მარა? საქართველოს ესე უნდა გაერთიანონ ხალხის მოტყუებს და ხალხის გადაგდებით? სახელმწიფო თანხები ხო არა დახარჯული? აქ ვიღაც ბიზნესმენმა დახარჯა თანხა და იმას ჩამოართვეს ხო? სახელმწიფო თანხები ხო არა? ვიღაცის ჩამორთმეული ქონება ენანებად ხალხისთვის. ამას საქართველოს ერთიანობაზე უნდა იზრუნონ. როგორ უნდა დავიჯორეს სიყალბე? საკუთარ მოქალაქეები რო ფეხებზე კედია. რა თქმა უნდა აფხაზებს და ოსებს ესენი დაინდობენ? არ დაინდობენ. ეს არის რეალობა და ეს არის მოცემულობა. ადგილობრივებს არ ინდობენ და სხვებს დაინდობენ, არ დაინდობენ. აბა ის განცხადება რას ნიშნავდა, რაც ნინო ნიჟარაძემ იქ ადგილზე გააკეთა? დროის განმავლობაში შემოძმავა, აი რას ნიშნავს. თითო ადამიანები შეგზავნოთ, არა იუსტიციაში, არა ჯანდაცვაში. დრო გაწელონ, დრო მოიგონ, მობეზდება მოქალაქეებს ქუჩაში ყოფნიან და მერე დაიკიდებენ ფეხებზე. აი ამას აკეთებენ ზუსტად. დროის გაწელვა, დრო მოგიგონ. ეს არის ამათი მიზანი. დღეს თავრობა რატო არ უნდა მოსულიყო? 13 წლის განმავლობაში 10 ჯერ მოიგო ქართულ ოცნებამ არჩევნები, ხო 10 ჯერ მოიგო. ვისით მოიგო? ხალხით არ მოიგო? ხალხი რაზე კიდია მერე თავრობას ფეხებზე? ხალხი რაზე კიდია თავრობას ფეხებზე? აი ეს რეალობა 10 ჯერ ვისით გაიმარჯვა? ამ ხალხით არ გაიმარჯვა? ამ ხალხმა არ ჩააგდო ნასმოძრაობის ხელში, ხო? ნასმოძრაობის ხელში ამ ხალხმა არ ჩააგდა ქართული ოცნება. ვერჩი დაუდგა, 10 ჯერ ვერჩი დაუდგა. ახლა რატო ექცევენ უპასუხისმგებლოდ ამ გაჭირებულ ხალხს? ფეხებზე რატო იკიდებენ გაჭირებულ ფენას? თქვენ ისმენთ ალბათ ქართული ოცნება ამბობს, რომ მოსმენის პრობლემა არ აქვს და საზოგადოებას ხშირად უსმენენ და ითვალისწინებენ მათ მოთხოვნებს. გესმით ალბათ ეს მოსაზრებები, რამდენად საფუძვლიანი არის მათი ეს განცხადება? შემოძმაო. შედეგები უნდა იყოს, შედეგი ეს არის. არ არსებობს კიდევ ერთხელ ვიმეორებ მესამედ. ოჯახი არ არსებობს მეწყერი დაზარალებული და არ არსებობს უსახკარო, რომელსაც განცხადება არ ქონდეს შეტანილი. ყველაფერი იციან, ხმას ვინ მირის, აძლევს ეს იციან შემოძმაო. ოცნება რამდენ ხმას იღებს წინასწარ ღებულობენ, ხომ? წინასწარ მონაცემებს ასაჯოროებენ, ხომ? ეს ხო ფაქტია. მეგარიციან, იციან, მაგრამ ხალხს აბოლებენ კიდევ ერთხელ ვიმეორებ და რა თქმა უნდა დროს უწელავენ. რომ ხალხ მობეზდეს იქ ყოფნა ამ სიცივეში და მე ადგიდა ვიღაც არაბებს ან ვიღაც ნაბიჯვარ თურქებს მიყიდონ. აი ამას აკეთებენ. ხავთ უხამსობის გარეშე რომ დააფიქსიროთ. აი ამას აკეთებენ. კი ბატონო მართალი ხარ ბოდიში უხამსო სიტყვებისთვის, მაგრამ რეალობა ეს არის ვიღაცებს უნდა მიყიდონ ბოლოს. ხალხი დააბეჭონ და მერე გაყიდონ. რომ მილიონები დაბაჭკონ. მილიონები დაბაჭკონ. გასაგებ გითხარით თქვენ საბარას. გაკმაყოფილოს კაცო, ბაზარში რა არიან რამდენი ადამიანი უკვე დაფიქსირებული ამდენი წელიწადი მრავალშვილიანები მარტო ხელა სხვები ხალხი ყველას უნდა
მონტიოს ყურადღება მასე არ შეიძლება. ხალხი არის სულ იმდენზე გაარჩევნებზე ყველაფერზე დადიან და ყველაფერს იმაშებიან და ხალხს ფეხებზე კიდიათ მინისტრმა თქვა რომ განცხადებების მიღება დაიწყება, თუმცა ასე არ აღმოჩნდა. რა ხდება თქვენი აზრით, თუ ვინმემ განგიმარტათ? გვატყულებენ მასე გამოდის, იმიტომ რომ ხალხი დადის, აკეთებს, მაისაბუთებს, იმაშებია აბარებენ და უცდიან ამდენი წელიწადი, ამდენი ხანი მასე არ შეიძლება ხომ ასე. არჩევნების სიაში ვართ მარტო. ჩემი სათქმელი ეს არის. თქვენ მხარდამჭერი ხართ ქართული ოცნების? რატო ფიქრობთ რომ სიებში? მარტო სიაში ვარ. მე მხარი ვისაც დაუჭირე, ჰალალი იყოს, მაგრამ მოგწედო. ასეკებია, მადლობა. დიახ, მითხარით აბა. ერთი წამით მომისმინეთ, წაღან მიყავ მე სხვათა შორის მისული და მე რას ვიტყვი, ცი აქედან დავიწყე. დინარეებში აჭარის ხეობაში ბალასტი არ დატოვეს, ეს ერთი. მეორედაც გვირაბები ყველანაირად გეიყვანეს გორებში, ეს ორი. კლიმატმა საგრძნობლად იცვალა, ეს სამი. და მერე კიდო შემოსავალზე ეს ძალიან იმოქმედა. წამოსულები ვართ. აქ რამდენი ხალხი არის, ქედაში, ახევი, ხულო, წამოსულია, ბევრი თურქეთში მუშაობდა, რამოდენიმე წელიწადი. ახლა კირაში ჩამოსული არიან. მერე რა სოფელში ცხოვრობოდა და ადიდა იცხოვრება. მერე ევდენ და მათი ცხოვრონ თუ იცხოვრება. წაღარო მიველით და ვესაუბრებთ იგზე ქალბატონს. შეხვედრაზე არიანო, წასულებიო და თქვენო ვერ შეგდებიანო, ხომ და გაკვალიანესო. კი ბატონო, დაგვაკვანიას, მაგრამ აქედან წევყეთ საბუთი აქ არ მოხვიდოთო. იქ მიდითო, იქ მივედით, აქედან გაგატანეთო. და ასეთნაირად ამ ხალხს ატყუებენ. და რა ქნას ამ ხალხმა? აგერ ეს ხალხი კიდო არიან კანონიერად გააკეთო, კანონიერად. განცხადებების მიღებაზე უარს რატომ ამბობენ? რა თქვეს შეგნით კანცელარი? ზავნიანი ქითაკე და მოვლენო ერთ 2 საათშიო მოვლენ თუ არა არ ვიცო, ჩვენ მუთხარით რომ 2 საათი უნდა მაგ სესიას მოვიდენ და ხალხს გეგვესაუბრონ, სად უნდა წავიდეთ, როგორ უნდა მოვიქცეთ. მიხდი ეს ბევრს აქ რა თქვამი რომ აჭარაო მაინც და როსკამზე რომ ჯდარან ბევრი თუ არისა მეულდას კილოს მაინც შეხედო რომ რამე წაწყალია გაჭალებს და რით ცხოვრობენ და ახლა ხომ ყველაფერი გაფუჭდა. არანაირი შემოსავალი 7 წელია ხალხი კირებშია ჩამოსული. ამ ხალხმა რა ქნან 3 საკითხით უყენე იმ ქალბატონს მე. ან სოფელში დაგვაბრუნონ და იქ ადგილობრივი სარჩო მოგცერო ვიარსებო, ჩვენ ბევრს არ ვითხოვთ. ან აქ საცხოვრებელი გაგვიჩინონ და კირებიდან გამოვდეთ. ან ევროპაში გაგვასახლონ ოჯახებიან. ამ სამიდან ერთი რომელიც ხე გააკეთო. მადლობა დიდი. გასაგებია, მადლობა. გითხარით ქალბატონო, აბა თქვენც მოხვედით, აქ რისთვის მოხვედით? მოვედით 20 წელწადია ასე განცხადებებს წერ, არასრული პასუხები აქვს მოცემული. აი ხალხი ყველა შავიკრიბეთ, შევედით კანცელარიაში. სად ცხოვრობ? სადმე არ ცხოვრობ მეთქი, არ მაქვს სახლი, კარი, რამე და ცხოვრობ აგერ ქუჩაში მეთქი მივუთხარ. წადიო და ჯანდაცვაში მიდით. აი ამ ხალხს ატყუებენ და მიდიან ფურცლებს წერენ ინსტიტუციის სახლიდან მოიტანევითო ჩანაწერებიო ვიღაცას რომ არ გაქვენოგიო მიწაწყალი ისინიო ჩევედით გამოვიტანებით ხალხი გადაჭედილიყო 40 ლარს ყველას ახტებიებენ ფურცლებს აძლევენ ეს ფურცლები საწეიღო ჯიფეში შეიდوان ხალხმა ეს ფურცლები ხალხს ფულები ართვეს ვიღაცა ყველა გაჭირვებული შედის ინსტიტუციაში. არა ადამიანი არ მივა იქა რომ სახლი კარი კონდეს და გირის. ერთი რამე მენავთ. სახლი კარი რომ კონდეს არ მივა ადამიანი იქა ინსტიტუციის სახლში. და ამ ფურცელს 40 და 50 ლარს არ გადაიხდის. იცით მე ჩემო ეკოემიგრანტი ვარ, გადამასახლეს წინამთავრობამ ლაგოდეხის რაიონში. 16 წელია ვცხოვრობ და ვარ ოსის სახლის ყარაული, არ დამიკანონეს. სახლი მყავს შეზღუდული შესაძლებლობის შვილი, რომელიც ყოველ მეორე თვეში მიმყავს ექიმთან, არანაირი დაფინანსება, არც ჯანმრთელობის ყველი, არც ერთადერთი პენსია აქვს ბავშვს, ეტლით მოსარგებლეა, თუ ბავშვი მე თვითონ არა ვარ და ან ვინმე არ არის, წყალს ვერ დალევს ბავშვი. ვითხოვ ან დამიკანონონ სახლი, ან მომცენ აჭარელი ვარ, აჭარაში მომცენ საშუალება რომ ვიცხოვ რომ ავატყოფი ბავშვი. საშუალება არ მაქვს, ამიტომ თავისი დედა წავიდა ევროპაში, რა გავაკეთოთ 6 ოპერაცია გაუკეთე შვილიშვილს, ფეხზე ვერ დადით და 11 წლისაა.
უკვე მოუხუცნი სამუშაო არ შემიძლია ვერაფერი ვერა და ყურადღებას არავინ არ გვაქცევს რა გავაკეთოთ აბა მითხარი ასაგებია მადლობა თქვენი მოსაზრებით დიახ გისმენთ მოგისმენთ ყველას აქ იმისთვის მეც ცხოვრობდი 20 წელი ცხოვრობდი ქარერის რაიონში არ ვიყავი თავრობით გადასახლებული ჩვენი ნება ყოფილობით ამიტომ რომ აქ ცოტა ეროზიაში მოხდით გასარიგი ვიყავით რამე ვიყავით წავედით ჩვენად ოსის სახლში ცხოვრობდით როგორც ამ ბატონმა აღნიშნა ესე ოსის სახლის ყარაულად ჩაიბარა პატრონმა მისი სახლი აღარც არაფერი არ გამაჩნია, არც აქეთ გამაჩნია, არც იქეთ გამაჩნია, იქაურ თავრობას რომ მიმართეთ, ჩვენ ვერაფრით ვერ დაგეხმარებითო დროებით ჩაწერილი ვიყავი, ვერაფრით ვერ დაგეხმარებითო და თქვენმა თავრობამ მოგხედოსო. ჩამოვედი 9 წელია, აგერ ვცხოვრობ, ქირაში ვცხოვრობ, აქ ვმუშაობ, აქ სოციალური მაქვს. ჩამოვედი, რაც ხამდენი განაცხადი შევიტანი აგერა აქ, იმდენი უარი მომივიდა. რომ არ გაგმაყოფილებთ, ამიტომ რომ ჩაწერილი არ ხარ და საით ჩავიწერო ადამიანს, რომ არაფერი არ გამაჩნია და არ ვარ, საით ჩავიწერო, ვის ჩავეწერო და მივეწერე, მე ვიღაც ნათესავს ჭირი ვჭამე, მივეწერე და ეხლა მაგას სახიან ქონების მე როგორ ქონების მართვის სააგენტო გითხრათ თუ როგორ გითხრათ? ეხლა საბუთების შესაგროვებლად რომ მივედით, ესე გითხრას რომ ვისაც მართვის სამსახურს ხლა დავიბენ აი ვინ არის ამოსაწერად ქონების უძრავ ქონების ამოსაწერად მაგ გითხრას რომ მე საკუთრე ხართ უკვე ვისაც თან ხარ ჩაწერილი მე საკუთრე ხარ თქვენც და როგორ ვიქნები ახლა მე სხვისი ქონების მე საკუთრე მე ვარ ჩაწერილი მისამართის მიმართულებით რომ მისამართი მქონდეს რამე რო იყოს მომძებნო და მნახონ თუ არა ხომ არ ვიმალები და არ ვიკარქები და ყაჩაღი არ ვარ ამიტომ ვითხოვ რომ სად უნდა მიუმართო ეს ჩემი 5 ობოლი მყავს გამოვიდი 5 ობოლი იმედი გამოვლენ აქ და განმარტავენ ისეთ პერიოდში ვცხოვრობდი და ისეთ ხალხში სამგდელობამ შემოვიდა 25 მეასედი მიწა მქონდა და გათოხნილი 5 ობოლი ბაღნის ლუკმა პირიდან გამოიღო და თხარცხვარი შეუსურვა იძულებული გავხდა რომ წამოსულიყავით იქიდან და გადამილეთ ამ და იქაურმა თავრობამ არავითარი რეაგირება არ მოახდინა და პასუხი არ აგებია. ასაგებია მადლობა. დავბრუნდები ახლავე. კანცელარიაში აპირებთ შესვლას როგორც მითხრეს და პირდაპირ ეთერში მოვისმინოთ აბა რას განუმარტავენ კანცელარიაში, რას ეთყვიან ამ ადამიანებს, რომლებიც დილიდან აქ იმყოფებიან და ელოდებიან უკვე კანცელარიისგან განცხადებების მიღებას, თუმცა როგორც აღმოჩნდა კანცელარიამ უარი განაცხადა მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის მინისტრმა 2 დღის წინ განაცხადა და მოუწოდა ამ ადამიანებს, რომ მოსულიყვნენ ბათუმის მერიაში. აქ არის ბათუმის მერიის მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი, სადაც უნდა მიეღოთ წესით განცხადებები, თუმცა როგორც აღმოჩნდა, უარს ეუბნებიან მოქალაქეებს განცხადებების მიღებაზე. იმიტომ რომ უნდა გავიგოთ პასუხი, ხო? ყველა ხო რატო შემოდიხართ ხალხო? ასეთი არის ახლა ვითარება ბათუმის მერიის კანცელარიაში. მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ. თქვენც ელოდებით ალბათ ხომ განცხადებას? კი, ველოდები განცხადების დაწერას. რატო არ ღებულობენ? არ ვიცი, დღეს ვიყავით ჯანდაცვის სამინისტროში, ედვარდ ნაკაშიძეც იყო იქ შეხვდა, ჩემ ძმას უთხრა, რომ არ გვაწერიებდა განცხადებას და უთხრა, რომ განცხადებას ვერ დაგაწერიებთ იმ საფუძველზე, რომ არ არსებობს ასეთი რაღაცაო. და რო უთხრა, რომ ხულოდან ვარო, ხულოში უნდა ახვიდე, იქ უნდა დაწერო, მაგრამ ეს პროგრამა ჯერ არაა ჩართულიო და ბათუმში მაცხოვრებელი ვინც არისო, იმან უნდა დაწეროსო და როცა უთხარი მე ვარ ბათუმის მაცხოვრებელი მეთქი, მითხრა დაელოდე პროგრამას, როდის ჩაირთვება პროგრამა. და 2 დღეა ველოდები მეთქი და მაგაზე პასუხს ვერ გაგცემო და ვწერდი ტელეფონში მის ჩანაწერს და არ მინდა უტყუილი გამომივიდესო და ტელეფონი გატიშო, მიწერო ჩემი ტყუილიშო, მე თვითონ მერეო არ აღმოუჩდეო იგივე. და გამატიშია ტელეფონი, რომ ვწერდი ვიდეოს.
სადაც თვითონ საუბრობდა, რომ ანუ რა გამოდის მინისტრმა განმარტა იქა მოსვლისას, რომ უნდა მოსულიყავი თვითმმართველობის კანცელარიაში, ასევე სამინისტროს კანცელარიაში განცხადებების მიღება უნდა დაწყებულიყო, რაც ასე არ აღმოჩნდა. რაზე მიუთითებს ეს, რომ მინისტრმა ეს განმარტა საზოგადოების წინაშე და რეალობა არის სხვაგვარი? კი, რა თქმა უნდა, ქალბატონმა ნინომ რო თქვა, რომ ვინც არის ეკომიგრანტები და მრავალშვილიანები და იგი მისულიყო უნდა ჯანდაცვაში უნდა დაეწერა, ქალაქში მაცხოვრებლები და მრავალშვილიანები და შუშუმუფირები ბათუმში მერიაში უნდა დაეწერა განცხადებები. დღეს ჩვენ მე ვეხელი ჩემ ძმას პირადად და მივედით ჯანდაცვაში და შევხვდე ედვარდ ნაკაშიძე და შეგვიყვანა კანცელარიაში მათ დარბაზში რო იტყვია და დავიწყე ვიდეოს ჩაწერა. მითხრა ტელეფონი გატიშე რომ ჩემ ტყუილში მე თვითონ არ აღმოვჩნდე დამნაშავე. ეს კითხავთ მინისტრის მოადგილე? რატომ მეთქი მეუთხარი? რატო არ ჩავიწერო რომ მე ხალხს ვაჩვენო უნდა მე თვითონ უნდა ვაჩვენო რომ შენ წარმომადგენელი თავრობის წარმომადგენელი მესაუბრები მინდა დავარწმუნო ხალხი რომ შენ რა საუბრობ გადავსე ჩემ მეგობრებს მეთქი. მე ვარ ქალაქში ჩაწერილი და არ მაწერიებ განცხადებას მეთქი. ხულოდან ჩამოსულ ადამიანს არ აწერიებ განცხადებას მეთქი და თუ არ გატიშავ ტელეფონს არ ვისაუბრებ მე. და გამატიშია ტელეფონი და არც დააწერია განცხადება ჩემ ძმას. იმის საფუძველზე რომ არა ეგ პროგრამაო. გამოგვიშვა ვარით და ის ხალხიც გამოუშვა ვარით. და ახლა აქ მოვედი რომ დამაწერიებენ თუ არა განცხადებას. ასაკებია, მადლობა. აი ასეთი არის ვითარება ახლა ბათუმის მერიის კანცელარიაში აქ მოსულ ადამიანებს უარს ეუბნებიან განცხადების ჩაბარებაზე, რის გამოც მიმდებარე ტერიტორიაზე არის ხმაური. ხალხს არ უთქვამთ არასდროს, ჩვენ ხმას ვერ მოგცემთ, ვერჩი ვერ დაგიდგებით. ყოველთვის გვერდში ედგა ხალხი. 10 ჯერ გაიმარჯვა, 10 ჯერ. ვიცით ხალხით. ახლა ხალხი კიდება გვერდში დგომა. ფეხებზე რატო იკიდებენ ხალხს? ხალხს რატო იკიდებენ ფეხებზე? რატო ატყუებენ ხალხს? კეთილინებონ ბაზიდან ამოიღონ მეწყერი დაზარალებული ოჯახები. კეთილინებონ ბაზიდან ამოიღონ უსაკარო ოჯახები და შეასახლონ. კეთილინებონ. რატომ არავინ არ გამოდის 2 საათზე მეტია ეს ადამიანები აქ არიან და ელოდებიან პასუხს? ფეხებზე კიდია მოსახლეობა. აი ეს არის პასუხი. ფეხებზე კიდიათ მოსახლეობა, ეს არის ჩემი პასუხი ძმაო. მიწიან ძალიან გაყიდულები ვარ სხვა უცხო ქვეყნებზე. რას გულისხმობთ ხალბატონო? თირასონე არ შეეძლო აქ თავრობა მოსულიყო. ინვალიდი კაცი 3 დღე ჯოხზე ვარ დაკიდული და პასუხი ვერ გევგე. 6-სულიანი ოჯახი და ერთი ბაღანა, ავანტყოფი ბაღანა არჩენს 6-სულიან ოჯახს. მე რომ მე პრობლემა არ მქონდეს აქ ჯოხით მოვალ 3 დღეა დავდივარ და პასუხი გადაგვრეკეს ჯანმრთელობის მინისტრთან გუშინ ბატონმა თამაზ ბაკურიძემ გაგვიშვა მინისტრის მოადგილემ აქ გამოგვიშვა აქედან საცხა გაგვიშვებენ და დეიღლებს ხალხი და წავა სახში მიზეზი ეს არის მათი. რაზე მეტყველებს ეს ფაქტი, რომ არავინ გამოდის ხალხთან სასაუბროდ? რას ნიშნავს ეს, როცა თქვენს მიერ არჩეულები არ გისმენენ თქვენ? უპახვისგებლობა. დამნაშავე არიან და იმით. არ ვადარდეთ ჩვენ და ეს არის არ ვადარდეთ. ისინი უყურებენ მათ საქმეს. კიდე არ უნდა ნახმა, კიდე ხომნა გამარჯვება, კიდე არ უნდა ნან. მერთმა გაუმარჯონ, მაგრამ ჩვენით არიან ამ რამდენი შენობა გაკიდეს აჭარაში? ჩვენს მიწაზე რატომ უნდა იცხოვროს სხვა? ან არაბებმა, ან თურქმა იცხოვროს ჩვენს მიწაზე და ჩვენს მიწაზე ჩვენ ხათონებს უბრალოდ არ გვაქვს იცხოვროთ და გავაკეთოთ რამე? არ შეიძლება? რა, ჩამოვიდეს თურქი, არაბი, ჩამოვიდეს და ჩვენ ქართული მიწაზე ათიგიმ და მე გადაგქცევავენ ფეხით. რა, ჩვენ ხალხს არ შეიძლება მიცხოვრო? ჩვენ მიწაზე ჰა? არაბები ამ წუთში არიან გაცხადებული. თავრობა მათ არიან და თავისი. ხალხს არ უთქმიერო ჩვენ. დრო არ გვაქვს და ხმას არ მოგცემთო. კეთილინებო და დავდგე ხალხ ვერჩი და ხალხი შეასახლო. ვინც რეალურად უსაკაროა და ვინც რეალურად მეწყერი დაზარალებულია. დავიჩერ მივედი თავრობაში რომ იგეო ეფის სახლებს მოგცემთო 13 ლარი ვიხდიდი 5 ჯერ გადამახტევია ინსტიტუციის სახლი ნაქირავები მაქვს ახლა დღესდღეობით 15 წელი აქვს ცხოვრობ და ნაქირავები და ნაქირავებში გადავდივარ
800 ლარი, 1000 ლარი, 800 ლარი, 1000 რაც მუშაობს სათავსოებაზე, მიდის ნაკირავებში. ოჯახში ვერაფერი ვერ გამევიყირი. დღესაც მივედი მერიაში და მითხრეს რომ მოგცემენო. საბუთი არ გინდაო მოგცემენო. რაით უნდა მომცემ მე აზრზე არ. სოციალური სახელით, ჩვენი სახელით შენდება პროექტები, სრულდება და იყიდება. ჩვენ ვართ სიაში. ჩვენ არ გვიწევს, არ გვეძლება. იმიტომ რომ ხალხი ვართ დაშინებული უკვე ერთი მეორისგან, ნდობა დაკარგულია. სოციალური შენდება, შენობა და იყიდება. რატომ არ გვეკუთვნის? რატომ თანამდეგი ერთი პიროვნება ხალხის წინაშე არ დგას და პასუხს კითხვას რატომ არ სცემს? რატომ ამხელა დამნაშავე თავრობა ხალხის წინაშე რომ არ გამოდის? რაზე მიუთითებს ქალბატონო ის ფაქტი რომ თქვენს მიერ არჩეულები არ გამოდიან და არ გისმენენ, განმარტებას არ აკეთებენ? რატომ არ გამოდიან? მეც მიკვირს დრო რო ჭირდება, ჩვენი თავი ჩვენ მხარში უდგევართ. არჩევნებზე კარგად გვეძებენ კარიკარს. რატომ ჩვენზეა ზეწოლა რომ არ გქონდეს ვერ შევიძინოთ და იყოს სხვა თողონ ჩვენი კუთვნილი ყველას მოგცეს ვისაც რა გვეკუთვნის. გვეკუთვნის საცხოვრებელი ბინები ჩვენ. მით უმეტეს ბინები გაძვირდა, არაა ის შესაძლებლობა და სამსახურები რომ ბინის ფულები ვიხადოთ. გასაგებია, მადლობა თქვენი მოსაზრებისთვის. პირდაპირ ეთერში ისმენთ აქ შეკრებილი ადამიანების მოსაზრებებს. ასეთი არის ვითარება ახლა ბათუმის მერიის შიდა ეზოში კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ეტაპობრივად არის ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება. გადავიდეთ ბინებთან. არ დავიშალოთ. ამათი მიზანი მეგარი. დავიშალოთ, არ მოგცენ და შემდგომ თურქებზე და არაბებზე გაღიდონ. ერთხელ არ გაუყიდია და ორჯერ. საქართველო იყიდება, ვერ ხედავთ. არაბებზე, თურქებზე, ჩინელებზე, იტალებზე. საქართველო ვისია, ჩვენი არ არის, ჩვენი წინაპრები. რითვის იმდოდენ, სისხლით იღვრიდან. რომ ვიღაც ვიღაცად გაიყიდა და დოლარები გაეკეთებიან. კარგით, ჩვენ მოგცენ და სხვა სახელმწიფოზე იმოქმედო. არ დავშალოთ არავინ. როგორც ხედავთ, პროცესი თანდათან უმართავი არის და ამ ხალხთან სასაუბროდ არავინ გამოდის, არავინ აკეთებს განმარტებას, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის 2 საათი გავიდა, რაც აქ არიან შეკრებილი ადამიანები და ელოდებიან პასუხს, მათ შორის ცდილობენ, რომ კანცელარიაში ჩააბარონ განცხადება, თუმცა კანცელარიიდან უარით ისტუმრებენ, რასაც ყვება პროტესტი. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2 დღის წინ ქართული ოცნების საჭირის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, როდესაც მივიდა ნინო ნიჟარაძე გოგოლის ქუჩაზე, თქვა, რომ კორპუსების სოციალური მიზნით გამოყენება დაგეგმილი არის, უკვე იწყება პროცედურები, როგორც კომისიის შექმნა, ასევე საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია იმ ნაწილის, რომ გახდეს საცხოვრებლად ვარგისი. პარალელურ რეჟიმში კი ამ ადამიანებს იქ შეკრებილებს მოუწოდა, რომ განცხადებებით მიემართათ თვითმმართველობისთვის, ასევე აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსთვის, თუმცა 2 დღე გავიდა მას შემდეგ და აქ მოსულ ადამიანებს რეალობა ხვდებათ ასეთი, დილის 10 საათიდან არიან მერიის შენობის უკანა ეზოში და კანცელარია უარს ეუბნება მათ განცხადების მიღებაზე, რაც ამ ადამიანების პროტესტის მიზეზი ხდება. არავინ განუმარტა, მიუხედავად იმისა, რომ 2 საათზე მეტი გავიდა, თუ რის გამო არ იღებს კანცელარია განცხადებებს, მათ შორის ისინი ითხოვენ ბათუმის მერიის წარმომადგენლების ადგილზე გამოსვლასა და განმარტებას, თუმცა როგორც ხედავთ, მათთან სასაუბროდ არავინ გამოდის. მოგესალმებით, ქალბატონო, პირდაპირ ეთერში ვართ. რისთვის მოხვედით აქ, რას გეუბნებიან კანცელარიაში? არაფერს კანცელარიაში კარებამდე ვერც მივედით. არ მიშვებენ ჩვენი. რაზე მიუთითებს ეს, როცა არავინ გამოდის სასაუბროდ 2 საათზე მეტია, რაც აქ ხარ? პასუხი არა აქვთ. ანუ გამოდის, რომ მოტყუებულები დარჩით. მოტყუებულები ვარ და ამდენი ხალხი, არ სახლი გვაქვს, არ კარი გვაქვს. მე აფხაზეთიდან ტოლვილი ვარ. შვილიშვილები, ბაღნები, ყველა ქუჩაში ვართ. რამდენი ხანი უნდა ვიცხოვრო ტოლვილად? ტოლვილი ვარ. რამე საშუალება არა მაქვს.
არ მოსავ. ვარ ხულოს რაიონიდან სოფელ ვერნებიდან. ნათელა სურმანიძე. 4-5 წელიწადია, 5-6 წელიწადია ვარ უსახკარო. მეწყერ საშიშროებამ სოფელი ვერნები გახიზნულია. ყველას დააკმაყოფილეს. მე 2-3 თვეა დავდივარ აქა 2-3 წელიწადია ქმარი მომიგდა არ მაქვს საშუალება არ მაქვს ოჯახის საცხოვრებელი ადგილი მატყუებენ დღეს ხვალ არაფერი არა დგავართ აგერ მადლობა თქვენი მოსაზრებისთვის როგორც ხედავთ ხმაური არის კვლავ ბათუმის მერიის შენობასთან აუდარ გათილინებო ხალხს რაულიცეს უგეკო აცხადებ თუ არა ლეგიტიმურია თავრობა ლეგიტიმურია და დაგვიდგენ გვერდში არჩევნების დრო რო იყო მაშინ ტელეფონის ნომრებსაც ძალიან კარგი აქ გავათენებ და ველოდები აქედან წამშენია გურის მაცხოვრებელი არ გაკუთვნის რას გეუბნებიან ქალბატონო რას მეუბნებიან და არ გაკუთვნისო გურის მაცხოვრებელს ვერ შეუშვებენ აზრი არა თქვენ ხომა მე მყავს აგერა ვატყოფიშვილი 10 სული ბინაში ან აქირავებში ვარ 10 წელია ბინაში აქირავებში ვარ ვეღარ შევძლებ არ მაქვს სახსები გადავიხადო ბინის პული ვერ გადავიხადე რა ვქნა ვის მიმართო მიხადო სახელმწიფო მქირა და არ მინდა ბინა მიხადო ბატონო მე მინდა ბინა გაიგეთ ხალხო მე მინდა ბინა არ მომთემენ დალით შევჭრები ისიც ავანტყოფი ბაუში ვარ სოციალურად დაუჩვევ ავს მეუღლე შვილი 10 სულიანი ოჯახი მაქვს ჩოხატავრის რაიონის ზოთში არანაირი 200 მაცხოვრებელი ვარ და არანაირი სამუშაო იქ გურიაში ხართ ქალბატონო რეგისტრირებული კი და ბათუმში გინდათ საცხოვრებელი იმიტომ რომ თქვა რომ ბათუმში ვინც არის რეგისტრირებული მათთვის არის ეს ისე გვითხრეს ვინც ბათუმშია ჩაწერილი ის მიიღებს არავით არის ჯანმრთელობის სამინისტროში გვითხრეს ასე მითხრა პირადად თუ ბათუმში არ ხარ ჩაწერილი როგორ შეძლებთ მიღებას ვერ შეძლებ მიღებას მაგრამ მე ვეცდები რომ ჩემ მიზანს მივაღწიო ავატყოფი როგორ შეძლებთ ქალბატონო იმიტომ რომ ბათუმში რეგისტრირებულ ადამიანებზე არის გათვალისწინებული ესაც ხორი საქართველოსია რა ბათუმი ბათუმის სხვა მუნიციპალიტეტია გურია და ოზურგეთის სხვა ქალბატონო რომ არ გვაქცევენ იქით ყურადღებას მოვედი აქ რა ვქნა აბასვა 10 სულიანი ოჯახი მაქვს 1 სულიან ოჯახს რამდენი ეკუთვნის და მე 10 სული ვარ ოჯახი და მით უმეტეს ამას თორშვილი ყავს გასაგებია მადლობა გასაგებია ასეთი არის ვითარება როგორც ვივარაუდეთ და ვამბობდით პროცესი თანდათან ხდება უმართავი და ეს პრეცედენტი რაც დაიშვა კორპუსების გადაცემის შესახებ ანონსი მაშინ მკითხეთ მინისტრს იმის შესახებ რომ ეს პრეცედენტი გამოიწვევდა თუ არა სახიფათო შედეგებს უმართავ პროცესს, რაზეც მინისტრმა განაცხადა, რომ ეს ასე არ მოხდება, თუმცა როგორც ხედავთ, უკვე ბათუმს გარდა სხვა მუნიციპალიტეტებიდან ჩამოდიან ადამიანები აქ და იცხოვენ საცხოვრებელით უზრუნველყოფას. ბოდიში კი ბატონო, მე არ ვარ განცხადების წინააღმდეგ, შეიტანო განცხადება, მაგრამ რა თქმა უნდა ამავე დროს ხალხმა არ უნდა დაიშალოს. იმიტომ რომ მე მინისტრმა განაცხადა, რომ ბათუმის მერიისთვის უნდა პოლიტიკური თავები როგორ ტრიალდება, კარგად ვიცი. კარგად ვიცი პოლიტიკური თავები როგორ ტრიალდება და ხალხის დაბოლება როგორ ხდება. მე პოლიტიკაში ვარ და კარგად ვიცი ეს ყველაფერი. მიმართვა იყო ბატონო. ბათუმის მერიის კანცელარიაზე მიმართვა იყო ნინო ნიჟარაძე. კანცელარია იგივე მერიის კანცელარია. შესაბამისად შეგიძლიათ მიმართოთ ტერიტორიული. კი ბატონო. ანუ ახლა სთავაზობთ რომ უბნებში წავიდნენ, დაიფანტნონ ეს ადამიანები. ვინც ქალაქებში არ არის აქ რეგისტრირებული და საცხოვრებელი და სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან არიან, გაგვიშვეს კომახეთის 119-ში ნიჟარაძესთან, იქ მოხდება რეგისტრაცია. რომ მივედით, შეხვდა დღეს ნიჟარაძე, გვითხრა რომ სულ ტყილად გახართ ასე გითხრა ჩვენ გადმოტანა კომპიუტერი რაც შეიძლება რეგიონებიდან თუ დავა განცხადება არ დავუსვით კომპიუტერაც ხო შეიძლება რომ გავდიობამ გადმოგზავნოთ დაწეროთ განცხადება ბოდიში შეგიძლიათ მოგვისმინოთ კანცელარიაში ოღონდ სერვის ცენტრებში ბოდიში თქვენ ვიმბრძანებთ შეგიძლიათ ვითხრათ ბოდიში ქალაქის მასშტაბით ნამდვილად ბატონო ვიმბრძანებთ შეგიძლიათ მუნიციპალური სერვისების დირექტორის დეკაჯაში
ბატონო ბექა, მინისტრმა განაცხადა, რომ ეს ადამიანები მოსულიყვენ კანცელარიაში. საზოგადოებას უნდა განუმარტოთ პირდაპირ ეთერში. აი ადამიანს. მოისმენს ამ პირდაპირ ეთერითაც. ხომ გამიგეთ. გასაგები გავიგე. რასაც თქვენ ამბობთ თქვენი აზრი სწორია, ვეთანხმებით თქვენას, მაგრამ ჩემი აზრით ხო სწორია, რომ მოსახლეობა არ უნდა დაიშალოს. ეს ხომ სწორია? რა თქმა უნდა, განცხადება უნდა შეიტანო მოქალაქემა, კი ბატონო, გეთანხმები, მაგრამ ამ ადამიანების ვინაობა ხო ცნობილია თქვენთვის? ცნობილი ხო ადამიანების ვინაობა ცნობილი ხო თქვენთვის? ყველგან ღებია. ეკომიგრანტები სად უნდა დაზარალებული ოჯახების უნდა მიმართოთ. ცნობილი ხო არის თქვენთვის? მეწყერი დაზარალებული ოჯახებისა და უსაკაროების. კითხავ, ცნობილი ხო არის? იყავთ ჯანდაცვის. გეკითხები ადამიანმა შემოძვალო. სხვა მუნიციპალიტეტებიდანაც არიან ადამიანები აქ ჩამოსული. უსახლკაროთა რეგისტრაციაზე უნდა მიმართოთ კითხავთ შესაბამისად კანცელარიის. იგივე მერიის კანცელარია, სერვის ცენტრის გამგეობები. ანუ უბნების მიხედვით უნდა წავიდნენ ეს ადამიანები. რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. ანუ ეს ბატონი მერის წარმომადგენელი ცდილობს რომ კითხვებს არ უპასუხოს. არ დავიშალოთ. განცხადება დავწეროთ. უნდა განცხადების აზერა, თავრობის წარმომადგენელი მოვიდა, კი ბატონო, დავწეროთ, მაგრამ დაშლით არ დავიშალოთ. ნაბიჯი არ გადავდგათ უკან. მოქალაქეები სად უნდა წავიდნენ, არავინ განმარტავს აქ, არავინ ამბობს იმას, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ისინი, მათ შორის შესაბამისი ინსტრუქციაც კი არ გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში ბათუმის მერიამ თუ როგორ უნდა წარიმართოს ეს პროცესი. ხედავთ რომ პროცესი არის ქაოტური, ხმაური, ასე თქვი დაპირისპირება და 2 საათია ისმის ფაქტობრივად მერის შენობის ეზოში ხმაური და აქ სასაუბროთ არავინ გამოდის. გამოვიდა ერთ-ერთი ბატონი მუნიციპალური სერვისებიდან, რომელიც ცდილობს, რომ კითხვებზე პასუხი არ გასცეს და არ ამბობს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ეს ადამიანები. გადადის ეს ხალხი გოგოლის ქუჩაზე. რატომ? იმიტომ რომ რა ვიცი, აბა ადამიანები არ იშლებიან. არ დაიშლებიან ეს ადამიანები. ნუ არავინ არ არის მიდიან ეს ადამიანები და იქნებიან. მიიღეთ კანცელარიიდან პასუხი, მიიღე კანცელარიიდან, რაღაცა აქ სხვა განცხადებებით შემოდის და ბაზა გადატვირთულია, მოაწვა ხალხი, ამიტომ გადანაწილდნენ სხვადასხვა სერვის ცენტრებში და არსად არ შეექმნებათ პრობლემა. კიდე ერთი მინდა დავამატო. ჯანდაცვაში ვინც მიბრძანდა დღეს და ვარით გამოისტუმრეს, ვესაუბრე მინისტრის მოადგილეს ტელეფონით და თქვეს, რომ ვისაც აქვს აღებული ეკომიგრანტის საბუთი, ის უკვე ბაზაშია დარეგისტრირებული. ამიტომ ხელმეორედ განცხადების შეტანა არ საჭიროებს. კალბატონაილი, აქ სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდანაც არიან, რომლებიც ამბობენ ბათუმში არ ვართ რეგისტრირებული და გვინდა ბინაო და ამაზე რა შეგიძლიათ თქვით? გუშინ ქალბატონმა ნინომ თქვა კატეგორიულად, რომ რაიონებიდან და რეგიონებიდან ჩამოსულ ადამიანებს არ შეხვდებათ ფინები, იმიტომ რომ 150 ოჯახი ყავთ აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილები, რომელიც ვერ დააკმაყოფილეს და პირველ რიგში პრივილეგირებული იქნებიან ისინი, ეკომიგრანტები, სოციალურად დაუცველებს, 1000 ხულიანები და ასე შემდეგ. გასაგებია, მადლობა. და როგორც ახლა გახდა ცნობილი, აქ შეკრებილი ადამიანები მათ შემდეგ, რაც კანცელარია უკვე აღარ ღებულობს, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ბრუნდებიან კვლავ გოგოლის ქუჩაზე, იმ ტერიტორიაზე, სადაც რამდენიმე კორპუსი მდებარეობს, ის კორპუსები, რომლებიც ბიზნესმენ გალი ფოსტურგს ჩამოართვეს და როგორც საჭირის მთავრობა ამბობს, სოციალური მიზნებით გამოიყენებენ ამ შენობებს. ხალხინა დააბოლონ, მოატყუონ, რომ ხალხს მობეზდეს, დაიღალოს და დაიშალოს და წავიდნენ სახლებში. მე რადგან და თურქებს და არაბებს მე ტერიტორიაზე მეგმინები გადასცენ. გახიდოთ საქართველოს ტერიტორიები და საქართველოს შეარჩებული კორპუსები და ბიზნესი ერთი გაყიდეს თუ ორი გაყიდეს. ამას აკეთებენ.
სიცოცხლე ფასადური დამიეს უკან არ დავიხი. რატომ მიდიხართ გოგოლის ქუჩაზე? რატომ მივდივარ ჩემოსმავ და კეთილი ინებას აჭარის მეთაურება მობრძანდეს თავად. ჩვენი არჩეულია. ჩვენ არ ვაუთ არალეგიტიმურია ოცნება. ლეგიტიმურია მობრძანდეს და დაგვიდგეს გვერდში. გასაგებია და თქვენ მოისმინეთ ახლა განცხადება. რომელიც ავდარო იმან გამატიშია იგი. მინისტრის მოადგილე მოვიდა ადგილზე. არა, ტელეფონი რო გამატიშია იმის გამო. გასაგებია. დიახ. ვინ არის? მოწმე აგერეს ბატონი, სადაც ედვარდ ნაკაშიძეს შევეკითხე, რომ ტელეფონს მინისტრის მოადგილემ რომ გითხრათ რომ მათი საუბარი არ ჩაიწეროთ და მინისტრმა თქვა კიდე რომ გატიშეთ ტელეფონები არ ჩაეწერე, მე თვითონ წერდი ტელეფონს. მტკიცებულების მოპოვების შესაძლებლობა არ მოგეცათ თქვენ. მე თვითონ არ ვიყო დამნაშავეო. მე ვინც არისო ბათუმში მაცხოვრებელიო, ქალაქში მაცხოვრებელიო, თქვასო და უთხარი მე ვარ ქალაქში მაცხოვრებელი მეთქი, ხო და დაელოდე რიქს, რამდენი ხანი დაველოდო რიქს მე უთხარი. მაგაზე პასუხს ვერ გაგცემო და მე უთხარი რამდენი ხანი მეთქი, უნდა დაელოდო და იგი იყო ხულოში მაცხოვრებლებიც იყვნენ და რამოდენიმე შეეკითხა რომ იგიაო ჩვენო რო არ წერი ვართ აქო, თქვენო პასუხს ვერ გაგცემთო მაგაზეო. და მაგაზე წავიდა ჩხუბი და გატიშე ტელეფონი თორე პასუხს არ გაგცემთო და ახლა ის ბაბუა იქედა. გასაგებია. მადლობა. აი ასეთი არის ვითარება ახლა ბათუმის მერის მიმდებარედ, ხედავთ არის ჯერ კიდევ ხმაური გაურკვევლობა და ადამიანებმა არ იციან როგორ მოიქცნენ ისინი, თუმცა ბოლო პოზიცია არის ასეთი რომ ბრუნდებიან კვლავ გოგოლის ქუჩაზე. ის მოსავალი რით ვიარსებო რამე არ მაქვს მაგარი არ მნიშვნელობა აქვს და მე ჩემსას ვლაპარაკობ თქვენსაც ვლაპარაკობ ვინც მეტყარი დაზარალებული არ არის ვინც მეტყარი დაზარალებული არ არის ვინცაც უსაკაროების სტატუსი არ აქვს და უსაკაროდ არ არის აზრი არ აქვს სხვას გაუყუჯებს აზრი და მეუყვანო სხვას გაუყუჯებს ზოგი 20 სულია სახში არა აქვს საშუალება და სჭირდება რომ იყიდოს ან განაწილდეს ან სხვაგან გეტყვით შენ 20 სული ხარ და საცხოვრებელი გაქვს და სხვას საცხოვრებელი არ აქვს მაგაზე გიფიქრიათ ბავო ისიც როგორი საცხოვრებელი არის ხო და მაგაშია საქმე ვინც მრავალშვილიანია 4 სულიანი და 5 სულიანია სიტყვა 4-5 ბაღანა ყავს ხო კი ბატონო მაგრამ არიან ადამიანები ვინა საცხოვრებელია და აქ ეტენებიან უკაცრავად ამ სიტყვიდან რომ ხებს საქმე გაუყუდოს ეს არის რეალობა ეს აჭარის მაღალ თიანეთებში სულ ყველა მეწყერული ადგილებია და ზონა არის შემოძმაო გითხრები ქირაში რაზე ვარ იქ არის შენ სარჩო რომ 7 წელი ქირაში ვარ რა გინდა გადავდი მე ჩემსას გოგოლზე გოგოლაზე დავასრულო და წავედი შვიდობი კი პოზიცია კვლავ ასეთი არის ისინი მიდიან გოგოლის ქუჩაზე იმ ტერიტორიაზე სადაც ეს корпуსები მდებარეობს და ეს ადამიანები იკრიბებიან 4 დღეზე მეტია და ამბობენ რომ მანამ გაგრძელდება ეს პროტესტი ვიდრე მათი საქმეები დადებითად არ გადაწყდება ძალიან ბევრი იგია არაპერსპექტიული ხალხი არიან აქ 3-4 ბინა აქვს კაცო და მოსულები არიან აქ ფიქრობთ რომ არასამართლიანად გადანაწილდება ეს არასამართლიანად ეს უნდა გაკეთდეს ისე რომ ეს უნდა მოვიდეს საბუთზე დოკუმენტზე გადამოწვდეს ბაზაში ვის აქვს სახლი კარი ვის არ აქვს სახლი კარი ვისაც სახლი აქვს და კარი აქვს იმას არ ეკუთვნება კაცო უსახკაროებს გაჭირვებულებს გადავეცეთ გაჭირვებულებს კაცო გასაგებია მადლობა ასეთი არის ვითარება ამ დროისთვის ბათუმის მერიასთან მიუხედავად იმისა რომ არის ქაოსი გაურკვევლობა ამ ადამიანებთან სასაუბროდ არავინ გამოვიდა არ განუმარტა თუ რა ხდება როგორ უნდა მოიქცნენ ისინი ბათუმის მერის კანცელარიასთან იმიტომ მოვიდნენ რომ ნინო ნიჟარაძეს ჰქონდა
პოზიცია ასეთი, რომ განცხადებების მიღება მოხდებოდა თვითმმართველობის შენობაში, თუმცა აქ მოსულ ადამიანებს სხვა რეალობა დახვდათ და უთხრეს, რომ განცხადებებს ვერ მიიღებენ. მოგვიანებით ცოტა ხნის წინ თქვენ მოისმინეთ ისიც, რომ ბათუმის მერის ერთ-ერთი სამსახურის წარმომადგენელი მოვიდა, რომელმაც განაცხადა, რომ განცხადებები უნდა მიიღოს სერვის ცენტრებმა, საუბარი არის ბათუმის მერის სერვის ცენტრებზე, რომლებიც სხვადასხვა უბნებში მდებარეობს და ამის მიხედვით მოხდება განცხადებების მიღება. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ როგორც ვიცით, ეს კორპუსები სოციალური მიზნით გამოიყენებენ მხოლოდ აჭარაში, ბათუმში რეგისტრირებული ადამიანებისთვის, თუმცა აქ არიან ისეთი კატეგორიის ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ. ჩვენ რამდენიმე წუთის წინ ვესაუბრეთ, მაგალითად, ადამიანები არიან გურიიდან, რომლებიც ამბობენ, რომ ისინიც ელოდებიან კორპუსებს ამ შენობაში. მიუხედავად იმისა, რომ არ არიან ბათუმში რეგისტრირებულები. ფეხით მსვლელობით ეს ადამიანები წავიდნენ გოგოლის ქუჩისკენ. ეს ქუჩა არის საკმაოდ მოშორებით, თუმცა არ ვიცი რამდენად მოახერხებენ იქ ფეხით მისვლას. მაყურებლისთვის განმარტავ, რომ საუბარი არის გოგოლის ქუჩაზე რამდენიმე კორპუსზე, რომელიც ბიზნესმენ გალი ფოსტურგს ჩამოართვეს და აჭარის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ეს კორპუსები სოციალური მიზნებისთვის იქნება გათვალისწინებული, თუმცა ამ ეტაპზე ამ კორპუსებში არ არის საცხოვრებელი პირობები, რის გამოც რეგიონის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ დაიწყოს პროცესი იმისა, რომ ვარგისი გახდეს საცხოვრებლად ეს კორპუსები, პარალელურად, როგორც ნინო ნიჟარაძემ განმარტა, დაიწყება განცხადებების მიღება, კომისია შეიქმნება, რომელიც ამ განცხადებებს გაფილტრავს, გადაარჩევს და ამის მიხედვით განსაზღვრული არის უკვე რამდენიმე კატეგორია, ვინც მიიღებს საცხოვრებელს, თუმცა როგორც ხდება ცნობილი, ამ კატეგორიის მიღმა არის უამრავი ადამიანი, ვინც ელოდება საცხოვრებელს გოგოლის ქუჩაზე. მათ შორის არიან ის ადამიანები, რომლებიც არ არიან ბათუმში რეგისტრირებულები და კატეგორიულად ითხოვენ, რომ მათაც მოუწიოთ ბინები იმ კორპუსში, რომელიც მდებარეობს გოგოლის ქუჩაზე. სხვათა შორის ჩვენ ჯანდაცვის მინისტრს ვკითხეთ, ოცნების ქალაქის შემდგომ კიდევ ერთი პრეცედენტის დაშვების შემთხვევაში არსებობს თუ არა ის რისკები, ან უფიქრია თუ არა იმ რისკებზე, რომ უფასოდ კორპუსების გადაცემის შემთხვევაში გაცილებით მეტი ადამიანი მოითხოვდა საცხოვრისით უზრუნველყოფას, მათ შორის ის ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ქირით არიან და უნდათ უბრალოდ ბინა და ვალდებული არის ქართული ოცნების მთავრობა, რომ ისინი ბინით უზრუნველყონ. თუმცა, როგორც ნინო ნიჟარაძემ თქვა, ეს პრეცედენტი, კიდევ ერთი პრეცედენტი არ გამოიწვევს შეუქცევად პროცესს და ამ ყველაფერში ის ვერ ხედავს პრობლემას, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ამ პრეცედენტმა გამოიწვია ის, რომ გაცილებით მეტი ადამიანი მოვიდა, მათ შორის არაბათუმელი, ბათუმში რეგისტრირებული ადამიანიც და ითხოვს საცხოვრებლით უზრუნველყოფას და უარი შემთხვევაში, როგორც არის მოსალოდნელი, ადამიანებს აქვთ პროტესტი და აგრესია. მოკლედ გადაწყდა, რომ ინდივიდუალურად წავლენ ავტომობილებით გოგოლის ქუჩაზე, ზოგიერთი მათგანი მუნიციპალური ტრანსპორტით. მოკლედ ჩვენც აუცილებლად წავალთ გოგოლის ქუჩაზე და უკვე მომდევნო პირდაპირ ეთერს შემოგთავაზებთ გოგოლის ქუჩიდან, ამიტომ არ გემშვიდობებით, დროებით, მადლობა, რომ უყურებთ და ენდობით აჭარა ტაიმს, დროებით.